მეგობრებო, კიდე გადავალ კითხვებზე, ხო? რაც უკავშირდება თქვენ საქმიან ვიზიტებს, რომელსაც მე პირადადაც გამოვაკელე და გაფორმებულ კონტრაქტებში შეერთებულ შტატებში, მე მსურს მაყურებლებმა თქვენგან გაიგოს პირველ რიგში, ირაკლი თორნიკე, რა ობიექტზეა საუბარი, მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ, სადაც პლანეტ ჰოლივუდი განთავსდება და როგორ მიდის სამშენებლო სამუშაოები, ჩემი ინფორმაციით, რაც კომპანიის გავრცელებული რელიზით ამოვიკითხეთ თქვენ რამდენიმე კვირის წინ, ორივე თაუერის მშენებლობა არის დასრულებული და მიმდინარეობს შემინვისა და შიდა მოპირკეთების პროცესი და პარალელურად სრულდება პოდიუმის მშენებლობაც. მოდი დავიწყოთ ირაკლი ეს ყველაფერი ანაბანადან სადგებარეობს ობიექტი და როგორ მიდის სამუშაოები. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმები BMG-ის მაყურებელს. აღნიშნეთ მონატრებია სტუდიაც ძალიან გვაკლით ლას-ვეგასში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, მიუხედავად ჩვენი ცდილობისა ვერ მოგვიხერხდა წამოსვლა, რა თქმა უნდა. პლანეტ ჰოლივუდთან ხელშეკრულება უკვე თითქმის ერთი თვეა გაფორმებულია და შესაბამისად გაყიდვებიც დავიწყეთ. აბსოლუტურად სწორად ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და აუხსნათ რა პროექტთან გვაქვს საქმე. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი. გავიმეორებ, შეიძლება გამეორება გამომივიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც შედგება 2-53 სართულიანი თაუერისგან. ამ თაუერებს აერთიანებს 7 სართულიანი პოდიუმი, სადაც ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილია განთავსებული. მინდა აღნიშნო, რომ პირველ თაუერს 612 ნომრით Redison Blue მართავს და Redison Blue იქნება განთავსებული პირველ თაუერში, ხოლო მეორე თაუერში, სადაც 550 ნომერი იქნება განთავსებული, უკვე როგორც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ლეგენდარული ბრენდი Planet Hollywood დაიდევს ბინას, დაიწყებს ოპერირებას და სწორედ ამ Planet Hollywood-ში მის ბრენდული სასმულო ნომრების რეალიზაციის დაწყება დაანონსეთ თქვენ და შესაბამისად ვადასტურებთ ჩვენც. ამ კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოსცემელ სასტუმრო ბრენდთან ერთად არის მისი ძალიან მასშტაბური და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურა. მე დავიწყებდი და პირველ რიგში აღნიშნავდი 4000 ადამიანზე გათვლილ თბილისში ყველაზე დიდ მასშტაბურ event halls ღონისძიებათა სივრცეს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის და მინდა აქვე აღნიშნო, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკვე დაგეგმილია გახსნის მომენტიდან უკვე ყოველ კალენდარულ წელს იქნება დაგეგმიურად 150 საერთაშორისო ივენთი, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს. კი, უკვე გაწერილია, მინდა გაწერილია. ადგილობრივი მოთხოვნის გარეშე არის 150 უკვე გაწერილი. ჩვენ შემდგომშიც ვიტყვით, რა თქმა უნდა, 150,000 ღონისძიება თქვენ წარმოიდგინეთ 150 საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც იქნება თქვათ შოუ ბიზნესის, საქმიანი ტურიზმის, სპორტული ღონისძიებების, ჩვენებების, ძალიან ბევრ სპექტრს მოიცავს და მნიშვნელოვანია ის, რომ ღონისძიებათა სივრცეც event hall-იც მულტიფუნქციურია და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას მასპინძლობს. ბუნებრივია მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ინფრასტრუქტურულ ნაწილად მივიჩნევთ ბატონ გიორგი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პირველი მაღალი კლასის ბრენდების მოლი, რომელიც Harvey Nichols's ბრენდით იქნება წარმოდგენილი, ბრიტანული ბრენდია ეს, რომელიც 1831 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ ბრენდში განთავსებულია ისეთი კლასის ბრენდები, აი ამ მოლში განთავსებულია ისეთი კლასის ბრენდები, როგორც არის Dolce & Gabbana, Gucci, Loro Piana, ბრიონი, ვალენტინო და ასე შემდეგ. პრაქტიკულად მოიცავს 250-ზე მეტ ლუქს კლასის ბრენდს, რომელიც უკვე თბილისში იქნება წარმოდგენილი Harvey Nicholsთან ერთად. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს იქნება საკმაოდ მიმზიდველი და მასშტაბური გასტრონომიული ცენტრი, იმიტომ რომ 10 საერთაშორისო ოპერირებით, საერთაშორისო ბრენდინგით არსებული გასტრონომიული სივრცეები, რესტორნები, კაფეები, ისეთები, როგორც არის მაგალითად ჩოტომატე ლონდონიდან, როგორც არის ბიფბარი მონტე-კარლოდან, როგორც არის ანჯელინა პარიზიდან, რუმბა რობერტოსი
დუბაიდან, დიახ, რომელიც წამყვანი სარესტორნო თემებს წარმოადგენს. ჩვენს ქსელში ასევე იქნება გინზა პროექტი წარმოადგენილი, რომელიც კარგად მოიხსენება, რომ საერთაშორისო ძალიან ძლიერი ბრენდია სტუმართმაც რესტორნების და სტუმართმასპინძლობის სექტორში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარისხს და სტატუსს აღნიშნული კომპლექსის. ამავე კომპლექსში განთავსებული იქნება მოცულობითი ყველაზე დიდი სპა ცენტრი, სადაც საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი სინგაპურიდან წამყვანი, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ თვითონ ბრენდის დასახელებას. ამავე კომპლექსში ჩვენ გვაქვს Planet Hollywood-ის გასართობი სათამაშო სივრცეც იქნება, რომელიც პირველი ლას-ვეგასის კაზინო იქნება წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში. ამავდროულად აღარაფერს ვამბობ კლუბებს, ღამის კლუბებზე, კაბარეებზე, ბიჩ კლუბებზე და სხვა ესე ვთქვათ გასართობ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამ ორ გიგანტ სასტუმრო ბრენდთან, Planet Hollywood-თან და Radisson Blu-სთან ერთად ქმნიან უნიკალურ კომპლექსს, რომელიც არის სწორედ Central Park Towers-ი და ახალი მიზიდულობის ადგილი ჩვენი ქალაქისთვის. თქვენ ისე არ გიმართლებთ, როგორც ირაკლი კვერღელიძეს და ამ პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ჩვეულ ფორმაში წარმოადგინა ორბის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, მე კითხვით გადავდივარ თორნიკე ჯანაშვილთან, მე მჭირდება რომ ასევე ზუსტ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დაზეპირებული მაქვს თქვენი საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის ფონზე, მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, რაზე არის საუბარი. $150 ინვესტიცია, ამჯერად უკვე ბატონ თორნიკე, ეს ყველაფერი ხდება Planet Hollywood-ის სახელით, იმის გამო, რომ რაც მე გამოვაკლდი, მათთან გაფორმდა 40-წლიანი ხელშეკრულება, ბატონ ირაკლი, და ამას მოყვება შემდეგი რამ. $25,000-მდე წლიური შემოსავალი. ძალიან მარტივია ჩემი კითხვა. ამან ბევრი კითხვა წარმოშვა ჩვენ წრეებში იგულისხმება სხვა ეკონომისტებში იმას. რა მათემატიკა დგას ამ ყველაფრის უკან? მე ყველაფერზე შემიძლია ვიფიქრო თქვენთან დაკავშირებით ემოციურობის გარდა ბიზნესში, მაგრამ მოვისმენდი უფრო მეტ დასაბუთებას. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის ბრენდი აფორმებს ხელშეკრულებას და შემოდის ჩვენ რეგიონში, ეს პირველი მოვლენა არის. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შევძელით და დავითანხმეთ უკვე 40-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ Planet Hollywood-თან. ამ ხელშეკრულების პირობებში Planet Hollywood მართავს ამ სასტუმრო ნომრებს, ეს არის Central Park Towers-ის B-ბლოკი. ასევე ამ ხელშეკრულების პირობებით ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ უშუალოდ ინვესტორებს შევთავაზოთ ეს კონკრეტული სასტუმრო ნომრები, მინდა დავაკონკრეტო, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ კონკრეტულად Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომრები. სალკინებართო ჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ამის უფლება ესე ზოგადად ბევრი კომპანია არ იძლევა და ბევრი შესაძლებლობა არ არსებობს სოფლიო მასშტაბითაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მსგავსი საინვესტიციო შეთავაზებები მოკლებულები ვართ. შესაბამისად ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ პრაქტიკულად საქართველოში გლობალური ბრენდის ნაწილი. ამ შემთხვევაში Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომერი და მოგეხსენებათ Planet Hollywood-ი ლას-ვეგასიდან მოდის, ლას-ვეგასი ითვლება ზოგადად დედაქალაქად, ჰოსპიტალიტის დედაქალაქად და შესაბამისად ის ერთ-ერთი მათგანი სასტუმროა, რომელიც ამ 20 სასტუმროდან შედგება პრაქტიკულად ის ლას-ვეგასის ცნობილი სტრიპი. მათემატიკაზე რო ვისაუბროთ, ციფრები და რიცხვები. ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ზოგადად ამ შეთავაზების ფარგლებში ვაძლევთ ჩვენს ინვესტორებს, რომ $250,000-იანი ნომერი, რომელიც გამოტანილი იყო, ჩვენ შევძელით და დავითანხმეთ Planet Hollywood-ი, რომ ჩვენს ინვესტორებს, პირველ 100 ინვესტორს შევთავაზოთ $150,000. პროცენტულად რო ავიღოთ დაახლოებით $35,000-იანი შემოსავალი ნომერზე, გათვლილი იყო $250,000-დან ზემოთ ღირებულების არსებულ ნომერზე. უბრალოდ ჩვენ შემოსავალი იგივეა, რა თქმა უნდა, და მათემატიკა ეს ჩვენი გაკეთებული მათემატიკა ეს არის კონკრეტულად Planet Hollywood-ის ჩვენი ბრენდების გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, დატვირთულობიდან და საშუალო შემოსავლიდან. დატვირთულობას და საშუალო შემოსავალს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კომპლექსში არის, ინტეგრირებული რეზორტის სახით
ირაკლიმ ძალიან კარგად მოყვა და დეტალურად ჩამოთვალა. ეს არის 150 საერთაშორისო ღონისძიება, ეს არის პირველი shopping destination-ი, ეს არის სარესტორნო კომპლექსი, ყველაზე დიდი spa, ყველაზე დიდი სათამაშო სივრცე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი განაპირობებს იმ მათემატიკას, რომელიც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორებმა, ამ შემთხვევაში Planet Hollywood-ის სახით. უბრალოდ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ $250,000-იანი სასტუმრო ნომერი შევთავაზოთ პირველ 100 ინვესტორს $150,000-ად. შესაბამისად ის ამონაგები $35,000 უკვე 20% გამოდის წლიური ამონაგები ჩვენი ინვესტორებისთვის. ასევე მინდა აქვე ხაზი გაუსვა მათემატიკის ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ეს არის რომ მისი რეალური ღირებულება, როდესაც ის ექსპლუატაციაში შევა, იქნება დაახლოებით $350,000-400,000 გახსნის პერიოდში. აი თქვენ რო ნახოთ მაგალითად რა ჯდება კონკრეტული სასტუმრო ნომრის მშენებლობა, ის ცდება $350,000-400,000. უბრალოდ ჩვენ ვართ ეხლა მშენებლობის ეტაპზე, თუმცა დასკვნით ეტაპზე, აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ დასკვნით ეტაპზეა მშენებლობა, უკვე ორივე ტაუერის კარკასის მშენებლობა მორჩენილია, შემინვის სამუშაოები Radisson Blu's ტაუერზე მორჩენილია, Planet Hollywood-ის ტაუერზე უკვე ნახევრად მორჩენილია და აქტიურად მიდის უკვე შიჟი და სამუშაოები აქტიურად, აბსოლუტურად ყველა დიზაინ პროექტი უკვე გაკეთებულია დეტალურად, ყველა ბრენდის ისეც უნიკალური მოვლენა იყო, რომ ამდენი ბრენდის ერთად კოლაბორაცია არ არის მარტივი საქმე ნამდვილად და ძალიან დიდი შრომა ჩაიტო ჩვენი გუნდის მიერ, რომ ეს ყველაფერი ძალიან რეკორდულ ვადებში გაგვეხორციელებინა და ჩვენ უკვე 2027 წლის სექტემბერში იგეგმება სრული კომპლექსის გახსნა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ყველა სასტუმრო ნომრით და პრაქტიკულად ვსაუბრობთ რამდენიმე თვიან კაპიტალურ ზრდაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ანუ 2000 შემდეგი მომავალი წლის სექტემბრამდე, როდესაც შეძენილი ნომერი, რომელიც არის $150,000-იანი, მისი რეალური ღირებულება უნდა გახდეს $350,000-400,000-ზე მეტი და ჩვენ საკმაოდ კონსერვატიულები ვართ და ჩვენი პარტნიორები, როდესაც ვამბობთ $35,000-იან შემოსავალს. მათემატიკას რო დაუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ გავიგე, რამდენიც სწორად გავიგე, რომ როცა თქვენ საუბრობთ მხოლოდ პირველ 100 სასტუმრო ოთახზე, რომელიც გაიყიდება $150,000-ად, რომელიც ადრე მისი ფასი იყო $250,000, ამონაგები წლიური არის $35,000 და მთავარი, რომ ეს არ არის მარტო სასტუმრო ბიზნესის ამონაგები, რომ ამაში რეალურად ინტეგრირებულია მთელი კომპლექსის ბიზნესი. სწორად ამან გაგებული ბიზნეს მოდელი. უფრო დეტალურად რო ჩავშალთ, აი რას გულისხმობს ბიზნეს მოდელს. ამ ბიზნეს მოდელში ჩადებული. ჩვენი ბიზნეს მოდელი არის უნიკალური რა კუთხით. ესე იგი, ჩვენი ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა განაპირობებს სასტუმროს დატვირთვას და დატვირთვას განაპირობებს უკვე მის საშუალო ფასს, რაც უფრო მაღალია მოთხოვნა, შესაბამისად მისი ღირებულებაც იმატებს და შესაბამისად ამონაგები დიდი არის. ჩვენ გავყავით ეს ორი საინვესტიციო პაკეტი, ჩვენ ინვესტორებს უთხრით, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ კონკრეტულად ბრენდული სასტუმრო ნომერი შეიძინოთ ჩვენთან. ამასთანავე ბრენდულ სასტუმროსთან ერთად თქვენ ხდებით კონკრეტული სასტუმრო ბლოკის მეწილე. პრაქტიკულად, ანუ თქვენ შედიხართ წილში ჩვენი ბიზნეს მოდელი ამას გულისხმობს, ანუ არა ინვესტორისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი კონკრეტული ნომერი რამდენჯერ გაქირავდა და რა ფასად გახდა. ანუ მთელი სასტუმრო ამ შემთხვევაში Planet Hollywood-ის სასტუმროს პერფორმანსი განაპირობებს ყველა ინვესტორის თანაბარ შემოსავალს. ამ შემთხვევაში ეს არის უნიკალური მოდელი, იმიტომ როგორც კაპიტალური დანახარჯის სახით ჩვენ შევამცირეთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ეს საინვესტიციო პროდუქტი, ამ შემთხვევაში $250,000-იანი პროდუქტი შევთავაზეთ პირველ 100 ინვესტორს $150,000-ად, ასევე მისი ამონაგების კუთხით დარჩა ის მაჩვენებლები, რაც ზოგადად საერთოდ ინვესტორს ეკნებოდა, რომ მთელი ინვესტიცია განეხორციელებინა. ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რაღაც დამატება გინდათ, მაგრამ ის რაც წინა ინტერვიუებში მოახერხეთ, როცა Radisson Blu იყო უკვე დადასტურებული და ხელმოწერილი, რა კითხვა მაქვს აქ. Planet Hollywood-თან დაკავშირებით, რაზეც თორნიკე საუბრობდა. ჩემი კითხვებია, რა კვადრატულ მოცულობაზეა საუბარი, როცა სასტუმრო ოთახს თავაზობთ? კი ბატონო, თუნდაც ეხლა აი ამ ეგრეთ წოდებული სააქციო პასით, რაც მხოლოდ პირველ 100 სასტუმრო ოთახზე არის განსაზღვრული და თავარი ის
რაზეც წინა პროექტებზე თქვენ აპელირებდით. რეგისტრირება, ასახვა მესაკუთრეობის სტატუსის. ამ ყველაფრის ასახვა საჯარო რეესტრში. შენ ხარ ჩემი ბატონი და ხო. ორბს თქვენ ჯგუფს ბატონ თორნიკე აქვს საკმაოდ სერიოზული დაფარვა უცხოელი ინვესტორების, ასევე ქართველი ემიგრანტების. ეს დისტანციური მომსახურებები და სერვისები არის თუ არა ასევე ძალაში. ეს დეტალებიც მინდა რომ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ამ პრაქტიკული შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც ინვესტიციაზეა საუბარი, ყველა ინვესტორს პოტენციურ მყიდველს აინტერესებს ფორმა საბოლოოდ რა ღებულობს ყიდვის დროს და შესაბამისად ფართი, რა ფართი იქნება მისი საკუთრება. მინდა გითხრათ, რომ სტანდარტული სასტუმრო ნომერი, რომელიც $150,000 პირველი 100 ნომრის შემძენისთვის იქნება ხელმისაწვდომი არის 34 კვადრატული მეტრი, რომელიც არის სასტუმრო სტანდარტებით სტანდარტულ ნომერზე უფრო მაღალი კლასის, ესე ვთქვათ, ნომერი, თუმცა მინიმალური არის 34 კვადრატული მეტრი. მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს შენაძენი არის აბსოლუტურად სრულყოფილი საკუთრება, რომელიც აღირიცხება მყიდველის კერძო საკუთრებად საჯარო რეესში, აბსოლუტურად არ განსხვავდება სხვა, ესე ვთქვათ, ქონებისგან, რომელსაც ჩვენ უძრავი ქონების სახით უყურებთ. ამიტომ ჩვენ მომხმარებელს პირდაპირ და პოტენციურ ინვესტორს მინდა უთხრათ, რომ ეს არის სრულფასოვანი საკუთრების რეგისტრაცია, რომელსაც ყიდის, აჩუქებს, ბანკში კრედიტის უზრუნველსაყოფად იყენებს და ასე შემდეგ. მესამე კომპონენტი, რაც თქვენ კითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონ გიორგი დისტანციურად მის შეძენასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი ესე ვთქვათ კითხვა არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის ქვეყნის გარეთ, რომელსაც ვერ უხერხდება ჩვენ თანამემამულეებს საქართველოში ჩამოსვლა. ერთი ის, რომ როგორც კონკრეტულ ქალაქებში არსებულ ოფისებში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ მიიღოთ ინფორმაცია, მაგრამ ამის გარეშე შეუძლიათ პირდაპირ ონლაინ კონტეს კომუნიკაცია, შეარჩიოს კონკრეტული სასტუმრო ნომერი, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დისტანციურად ქვეყანაში ჩამოუსვლელად, რომელ განფორმებულ ხელშეკრულებასაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ადგილზე გაფორმებულს. ამიტომ ჩვენს მომხმარებელს არ ჭირდება ქვეყანაში ჩამოსვლა, თუ კი ასეთი ნომრის შეძენა გადაწყვიტა და მისი გაფორმება სურს. აი მოკლედ შემიძლია ვთქვა ტექნიკურად თუ როგორ გამოიყურება ამ პროდუქტის ესე ვთქვათ სამართლებრივი მხარე და როგორ შეიძლება მისი შეძენა დისტანციურადაც. კი ბატონო, მადლობა მეგობრებო ამ ვიზიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოკლედ და ნაუცხვადებად დავგეგმეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ საკმაოდ აქტიურად თხრობას, მით უმეტეს გონია რომ უკვე ადგილზეც მოვახდეთ გარკვეულ აქტივობებს, რომ გაჩვენოთ უკვე ეს ყველაფერი თუ რა ხდება Central Park Towers-ის თემაზე. მინდა მადლობა გადაუხადო ირაკლი კვარღელიძეს და თორნიკე ჯანაშვილს სტუმრობისთვის, წარმატებები და მეტი ბრენდები საქართველოს, ცხადია მეტი სტუმრები და ტურისტები.